ზამთრის სეზონზე როგორც წესი ყოველთვის იმატებს ვირუსული ინფექციის სიხშირე და განსაკუთრებით გრიპის ვირუსი. პაციენტების რაოდენობა როგორც წესი ამ პერიოდში საკმაოდ იმატებს და მოგეხსენებათ, რომ სასუნთქის სისტემის უამრავი სხვადასხვა ვირუსი არსებობს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება, ეს იქნება ადენოვირუსი, კორონავირუსი, რესპირატორული სინციტიალური ვირუსი. თქვათ, მშობლები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ არა, ვირუსი კი არ აქვს, ჩემი შვილი უბრალოდ გაციებულია და ეს ჩვეული გაციება ასაც ვეძახით ხოლმე ზოგჯერ ესეც ვირუსით არის განპირობებული კი ბატონო და ეს რინოვირუსია რომელიც ხშირად ყველაზე მსუბუქად მიმდინარეობს თუმცა ხშირ შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზია რომ თქვათ ალერგიული განწყობა შეუქმნას პაციენტს და ხელშემწყობია რესპირატორულ სინციტიალურ ვირუსთან ერთად რომ შემდგომში თქვათ ბრონქული ასთმის ალერგიული რინიტის და ასე შემდეგ მათი წინაპირობა გახდეს გრიპის შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს უნდა აღნიშნოთ და მატება არის სტაბილურად ტენდენციური იანვრიდან განსაკუთრებით H1N1 გრიპის ტიპის ვირუსი ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი რომელიც საზოგადოებაში არის ცნობილი პირველ ადგილზე დგას დღესდღეობით გავრცელების მიხედვით საქართველოში და ექსპერტები ვარაუდობენ რომ თებერვალში ის მიაღწევს პიკს იმისათვის რომ გავიგოთ როგორ შეიძლება ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი როგორ დავასტაბილოთ ჩვენი იმუნური მდგომარეობა და მოვემზადოთ ამ პერიოდში თუნდაც ამ პერიოდში დავიწყოთ ვთქვათ იმუნურ სისტემაზე ზრუნვა ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენთან სტუმრად არის ალერგიისა და იმუნოლოგიის კლინიკის ექიმი ალერგოლოგი მედიცინის დოქტორი ასოცირებული პროფესორი ნანა მგალობლიშვილი და GM Pharma საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკერიძე მოგესალმებით მადლობა მობრძანებისათვის და რა გვაქვს მზად იმისათვის რომ დავახვედროთ ჩვენ ამ ვირუსებს და ორგანიზმის იმუნური სისტემა გავაძლიეროთ რა ღონისძიებებს მიმართოთ და რა პროდუქცია აქვს GM Pharma-ს მაგალითად შეთავაზებული ჩვენი მომხმარებისათვის რათა მარტივად, სწრაფად და დროულად მოვახდინოთ იმუნური სისტემის მობილიზება. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია თქვენს გადაცემაში სტუმრობა, ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემ კოლეგებთან, თქვენს მაყურებელთან ერთად და მეთანხმებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ალერგოლოგ იმუნოლოგებს, პედიატრებს, ზოგადი პროფილის ექიმებს, პაციენტები მოგუმართავენ, ეს გახლავთ ინფექციური დაავადებებით ხშირი ავადობა, რომელსაც ჩვენ რეკურენტულ ინფექციებს უწოდებთ. ანუ დაბრუნება ხშირად და განმეორებითი ინფექციები, მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად მოავადე პაციენტები, რომელთა ავადობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ სასუნთქი გზების ინფექციებზე მოდის. იმისათვის რომ ჩვენ ვუპასუხოთ პაციენტების კითხვას და წუხილს, რატომ ვავადობ ხშირად, ხომ არ მაქვს სუსტი იმუნური სისტემა, პირველ რიგში აუცილებელია განსაზღვროთ რას ნიშნავს ხშირად მოავადე იყოს პაციენტი. ხშირად ავადობა განისაზღვრება წლის მანძილზე 2 და მეტი მძიმე ინფექციის მიმდინარეობა ან 3 და მეტი სასუნთქი გზების ინფექციები, ეს იქნება ბრონქიტი, სინუსიტი, ოტიტი ან ანტიბიოტიკოთერაპიის მოხმარება 2 თვე და მეტი განმავლობაში წლის მანძილზე. თითოეული აი ამ ხშირად მოავადე პაციენტის უკან დგას სხვადასხვა მიზეზი, რომელიც ხშირად ავადობას იწვევს, რომელიც 4 ძირითად ჯგუფად გახლავთ დაყოფილი და წარმოდგენილი. აღმოჩნდა, რომ პაციენტების 50% გახლავთ ეგრეთ წოდებული თუ ბავშვთა პოპულაციაზე, რომელიც ყველაზე ხშირად მოწყვლადი ჯგუფია სწორედ ინფექციებისთვის, ვისაუბრებ, 50% გახლავთ ეგრეთ წოდებული ნორმალური ბავშვი, რომელიც ხშირად ავადობს, მაგრამ არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა ამის უკან არ დგას. მაშინ რატომ ავადობენ ისინი? ავადობენ იმიტომ, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა იმყოფებიან საბავშვო ბაღებში, ანუ აქტიური თავშეყრის ადგილებში, სადაც კონტაგიოზურობა, ანუ ვირუსული ინფექციის გადადება გახლავთ მაქსიმალური. არაფერი აქ ესე იგი საგანგაშო არ ხდება. საგანგაშო 50%-ში საბედნიეროდ არ აქვს არაფერი საგანგაშო და ისინი შეიძლება ავადობდნენ საშუალოდ ითვლება რომ 4-8 ინფექცია წლის მანძილზე. ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ერთხელ ავადობდეს, ზოგი 10-12 ჯერაც კი, თუმცა ისინი სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ემორჩილებიან სტანდარტულ თერაპიას, ინფექციებს შორის აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, მათი ზრდა განვითარება აბსოლუტურ ნორმის ფარგლებს შეესაბამება, შესაბამისად ესენი არიან ეგრეთ წოდებული ნორმალური ჯანმრთელობის მქონე ბავშვები. აღმოჩნდა, რომ პაციენტების 1/3
გახლავთ ხშირად მოავადე პაციენტების, ატოპიური პაციენტები, ანუ ალერგიული განწყობის მქონე პაციენტები. რატომ ავადობენ ისინი ხშირად? იმიტომ რომ ალერგიულ პაციენტებში ქრონიკულად მიმდინარე ალერგიული ანთების ფონზე სასუნთქი გზების ლორწოვანი გახლავთ ფართოდ გაღებული ჭიშკარი ყველანაირი მიკრობისა თუ პათოგენისთვის. ერთის მხრივ მათი, ანუ მიკრობების შეჭრა ორგანიზმში გახლავთ ხელსაყრელი ალერგიული დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევაში, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან ხშირად ქრონიკულად მიმდინარე მაგალითად რინიტი, ალერგიული ცხვირის ალერგიული დაავადება ხშირად მიიჩნევა ინფექციად. ხველა, რომელიც ალერგიული ბავშვებისთვის ხშირი დამახასიათებელი სიმპტომია თუ სტვინავი ხიხინი, სხვადასხვა შემთხვევაში შესაძლებელია შეფასდეს როგორც პნევმონია და ფილტვის ანთება. შესაბამისად, ერთი მხრივ ალერგიული ფონი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ამოცნობადი და ფასდება როგორც ინფექცია, მეორე მხრივ კი მათი შეჭრის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობა განაპირობებს იმას, რომ ხშირად მოავადე პაციენტების მესამედი გახლავთ სწორედ ალერგიული, ანუ ატოპიური დაავადებების მქონენი. რა არის ის ძირითადი რისკ ფაქტორები, რაც იწვევს სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს? სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს, რადგან ჩვენ ზუსტად აი ამ 4 ჯგუფზე ვისაუბრეთ, იწვევს პირველ რიგში აი ეს კონტაქტი, როდესაც დახურულ სივრცეებში ვატარებთ ხალხმრავლობა და ესეთი ბავშვთა ასაკისთვის გახლავთ სწორედ აი ეს საბავშვო ბაღები. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რაც უკვე აღვნიშნეთ, ალერგიული განწყობა, ანუ ატოპიური მდგომარეობა. დაახლოებით ხშირად მოავადე პაციენტების 10% გახლავთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი. ეს შესაძლებელია იყოს მუკოვისციდოზი, გასტროეზოფაგური რეფლუქსის მდგომარეობა, შესაძლებელია კარდიოლოგიური სხვადასხვა თანდაყოლილი პრობლემასთან მქონდეს, ჩვილბავშვთა ასაკში ხშირი და ქრონიკული ასპირაცია, რომელიც ასევე აი ამ ინფექციებისთვის ხელსაყრელი პირობა. ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ განსაკუთრებით ნაკლებად ურბანულ დასახლებაში ინფექციის წყაროსთან ქრონიკული შეხვედრა და ყოფნა. მაგალითად, ეს არის თქვა დაბინძურებული კონტამინირებული წყალი და წყლის მომარაგება, ასეთია ინფიცირებულ ცხოველთან ქრონიკული კონტაქტი და ასე შემდეგ. და აი ამ ხშირად მოავადე პაციენტების 10%-ში გვაქვს ჩვენ ის შემთხვევა, როდესაც გვაქვს იმუნური სისტემის თანდაყოლილ ნაკლოვანებასთან საქმე, რომელსაც ჩვენ პირველად იმუნოდეფიციტს ვუწოდებთ. თქვენთანაც, შემთანაც ხშირად ხდებიან ხოლმე პაციენტები, რომლებიც არიან ხშირად მოავადე და ყველა მშობელი, რომელიც მოდის, ამბობს, რომ მე მგონი პრობლემა აქვს იმუნური სისტემის. რა შემთხვევაში შეიძლება, თქვათ, ამაზე იფიქროს მშობელმა და არის თუ არა რაიმე ნიშნები, რითაც ჩვენ ხემძღვანელობთ, როდის ვიწყებთ, თქვათ, იმუნური სისტემის გამოკვლევას. დიახ, არსებობს გამაფრთხილებელი ეგრეთ წოდებული ნიშნები, რომელიც შექმნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, რომელიც უკვე ექიმის პრეროგატივაა, რომ გამოკითხვის დროს, კლინიკური გამოკვლევის დროს, სხვადასხვა სასკრინინგო ტესტების ჩატარების შედეგად მიაქციოს ყურადღება და არ აღმოჩნდეს დიაგნოსტირების მიღმა ის პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ რთული მიმდინარეობის ისეთი პათოლოგია, როგორც გახლავთ სწორედ პირველადი იმუნოდეფიციტი, ანუ იმუნური სისტემის თანდაყოლილი ნაკლოვანება. რამდენი არის ხშირია პირველადი იმუნოდეფიციტი, ანუ სტატისტიკურად? 10% ხშირად მოავადე ბავშვებს. რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ ძლიერ იმუნურ სისტემას? იმუნური სისტემა, რომელიც გახლავთ დამეთანხმებით საოცარი კოლაბორაცია ორგანიზმში არსებული უამრავი უჯრედის, ცილოვანი ნივთიერებისა, რომელიც ქმნიან დამცავ ფარს, სწორედ აი ამ უამრავი მიკრობის წინააღმდეგ და ის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა იყოს მყარი, ამისთვის არსებობს გარკვეული რეკომენდაციები და ზოგად რეკომენდაციებს მიეკუთვნება ის, რომ იმუნური სისტემა ჩვენგან მოითხოვს ჯანსაღ გარემოს ერთი მხრივ, მეორე მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ძალიან დიდი მადლობა ჟანა, თქვენსკენ გადმოვოთ ახლა კითხვით. მედიკამენტური საშუალებებით რა გაქვთ წარმოდგენილი და რა არის სიახლე? რამეს ხوار თავაზობთ ახლა კონკრეტულად ამ პერიოდისთვის მომხმარებელს? რაიმე სპეციალური შეთავაზება ხომ არ გაქვთ და შემდეგ? მოდი ამ ნაწილსაც დავუთხროთ გაკურირო. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, ვიდრე შეთავაზებებზე ვისაუბრებ, მინდა კომპანიის შესახებ გითხრათ, GM Pharma ეს გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური
მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. საკმაოდ დიდი პორტფელი გვაქვს, 140 ბრენდი, 230 გამოშვების ფორმით. პრაქტიკულად ყველა თერაპიულ მიმართულებას მოვიცავთ, მათ შორის საკვებ დანამატებსაც. ახლა რაც შეეხება შეთავაზებებს, როგორც ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალურია რესპირაციული ინფექციები, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად ექვემდებარება იმუნომოდულატორებით მკურნალობას. მას ჩვენ პერორალურ ვაქცინასაც ვუწოდებთ. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ისმიჟენი, რომელიც გახლავთ შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Lallemand Pharmas მიერ წარმოებული პროდუქტი. ეს გახლავთ ტაბლეტირებული ფორმა. დიახ, ტაბლეტირებული ფორმა, ეს გახლავთ ისმიჟენი, ეს გახლავთ ახალი თაობის იმუნომოდულატორი, მექანიკური გზით მიღებული ბაქტერიული ლიზატი, რომელიც აძლიერებს როგორც ზოგად, ასევე ადგილობრივ იმუნურ სისტემას. რა არის ეს ლიზატი, რომ აუხსნათ მაყურებელს? ლიზატი გახლავთ იმუნომოდულატორის ერთ-ერთი ფორმა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, იმუნომოდულატორი, რომელიც წარმოდგენილი გახლავთ ამ შემთხვევაში ისმიჟენზე ვსაუბრობ, სასუნთქი გზების ყველაზე მეტად გავრცელებული პათოგენების, ამ შემთხვევაში ბაქტერიების შემადგენლობით, რომელთა ლიზისი, ანუ დაშლა ხდება, დაშლილი ბაქტერიები, ლიზისის შედეგად მიღებული ბაქტერიები კარგავენ თავიანთ ანტიგენობას, ანუ იმას, რომ გამოიწვიონ, კონდეთ დაავადების გამოწვევის უნარი, თუმცა ისინი არიან ძალიან მაღალი იმუნოგენური, ანუ იმუნური სისტემისთვის მარტივად ამოცნობადი და ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა სწორედ იმუნური პასუხის შექმნის კუთხით. აღსანიშნავია, რომ იგი გახლავთ სუბლინგვალური ფორმა, ანუ ფორმა, რომელიც პირის ღრუში, რომლის პირველადი კერა გახლავთ პირის ღრუში მათი ზემოქმედება, იქ სადაც არის სწორედ ინფექციის შეჭრის ჭიშკარი, სადაც არის აი ესეთი სინოპულმონური ტრაქტის მთავარი სამიზნე იმისთვის, რომ გააქტიურდეს ანტისხეულები და სწორედ აი ამ სასუნთქი სისტემის ინფექციისადმი ფარად იმუნური სისტემის მიერ შექმნილი ანტისხეულები განაპირობებენ თავის მხრივ მდგრადობას ორგანიზმის ინფექციებისადმი, ხოლო ეს ჩაყლაპული დოზა, რომელიც კუჭ-ნაწლავში პრაქტიკულად არ იშლება და აგრძელებს უკვე სისტემურ მოქმედებას. ისმიჟენს აქვს ორივე თვისება: ადგილობრივი იმუნიტეტის გააქტიურებისა, მოდულაციისა და ხელშეწყობისა და ასევე სისტემური ზემოქმედების. მადლობა. რამდენად შესაძლებელი არის ამ შემთხვევაში ისმიჟენის გამოყენება უკვე ინფიცირებულ ადამიანებში, ან საერთოდ როდის უნდა დაიწყონ ადამიანებმა აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება? დიახ, ბაქტერიული ლიზატები გამოიყენება როგორც ინფექციის პრევენციის, ასევე ინფექციის მწვავე მიმდინარეობის დროს. და მნიშვნელოვანია, რომ მას არ აქვს უკუჩვენება საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიასთან, სხვადასხვა ხელისაწინააღმდეგო საშუალებებთან და ასე შემდეგ და ასევე, რა თქმა უნდა, ინფექციის დადგომამდე პრევენციის გზით მათი გამოყენებაც გახლავთ მნიშვნელოვანი. რა ხანგრძლივობით შეიძლება დაინიშნოს ეს მედიკამენტი? და ასაკი. ხო, და ასაკით მნიშვნელოვანია. პრეპარატი გამოიყენება 6 თვის ასაკიდან. მისი გამოყენების სხვადასხვა მეთოდი, ორი ძირითადი მეთოდი გახლავთ წარმოდგენილი, მოწოდებული, ეს გახლავთ 10 დღიანი მკურნალობა 20 დღიანი შესვენებით, ანუ 3 თვის მანძილზე ღებულობთ პრეპარატს, ან შეუწყვეტლივ 1 თვის განმავლობაში პრეპარატის მიღება. აი ქალბატონმა ნანამ ახსენა, რომ მკურნალობის ან პრევენციისთვის საჭიროა 30 აბი. რაც შეეხება აქციას, რომელიც ახლა მიმდინარეობს PSP-ს აპტეკო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოიცავს შემდეგი ტიპის აქციას: 2 ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მესამე ფირფიტა მომხმარებელს გადაეცემა. ანუ ფირფიტაზე 10 აბია და გამოდის, რომ ერთვიანი კურსისთვის შეღავათი გამოდის. 1 თვის კურსისთვის საჭიროა 30 აბი, 2 ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მესამე ფირფიტა არის საჩუქარი. თუ ოჯახის რამდენიმე წევრისთვის გჭირდება 2 კოლოფი შეძენის შემთხვევაში მესამე კოლოფი გახლავთ საჩუქარი. აქცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, PSP-ს აპტეკო ქსელში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 31 მარტის ჩათვლით. თუ ჩვენ გავცილით, უკვე ვერ ჩავატარეთ პროფილაქტიკა, ვერ მივიღეთ თქვათ იმისთვის, რომ აგვეცილებინა თავიდან და უკვე გვაქვს პრობლემა. გვაქვს ცხვირიდან გამონადენი, გვაქვს ხველა, გვაქვს ცხელება.
ასეთ შემთხვევაში რას თავაზობს GM Pharma თავის მომხმარებელს? რასაკვირველია ქაბატონო მაია, სიმპტომები რაც თქვენ ახსენეთ, ახლავს რესპირაციულ ინფექციებს, დავიწყებ გაძნელებული ცხვირის სუნთქვით, მას ჩვენ პოპულარულ ენაზე ვეძახით ცხვირის გაჭედვას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქსილომარინი, რომელიც ძალიან სწრაფად ამცირებს ცხვირის ღრუში შეშუპებას, 2 წუთში იწყებს მოქმედებას და 8 საათის განმავლობაში გრძელდება, როგორც საბავშვო. რა თქმა უნდა, ორი ფორმით გვაქვს წარმოდგენილი, როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე მოზრდილთა ასაკში. ჩემი ჯიბის მეგობარი არის ფოტოშოპი. დიახ, რაც შეეხება აქციას, 50%-ამდე მიმდინარეობს PSP-ს აფთიაქო ქსელში, ასევე 31 მარტის ჩათვლით. ერთ-ერთ შემაწუხებელ ფაქტორს ასევე წარმოადგენს ყელის ტკივილი დამეთანხმებით. ბენზილურის შემთხვევაში რა გვაქვს? ორ უნიკალურ კომბინაციას შეიცავს ბენზილური, როგორც ანტისეპტიკს, ისე ტკივილ გამოყუჩებას. ძალიან სწრაფად ხდება ტკივილის კუპირება და სწრაფადვე ხდება ლორწოვანის აღდგენა. დღეში თქვა 3-4 გასაწევრი დავიწყო. 2 საათში ერთხელ შეგვიძლია გამოვიყენოთ. დიახ, თუმცა ეფექტურია იმდენად, რომ არ საჭიროებს აი 2 საათში ერთხელ დიახ ასე ხშირად მის გამოყენებას. ასევე შემდეგი პროდუქტი ეს გახლავთ ნიამარინი პანთენოლი, ეს გახლავთ ასევე ნაზალური სპრეი, რომელიც შეიცავს ზღვის იზოტონურ ხსნარს და პანთენოლს. ძალიან კარგად ატენიანებს ხრის ღრუს ლორწოვანს, იმდენად უსაფრთხო პროდუქტია, რომ 0 თვიდან შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასევე მიმდინარეობს აქცია PSP აფთიაქო ქსელში 31 მარტის ჩათვლით. აქციის ტიპი გახლავთ 1+1. ასევე ერთ-ერთი შემაწუხებელი და ხშირი ფაქტორი გახლავთ ტემპერატურა. ამ შემთხვევაში ჩვენ თავაზობთ მომხმარებლებს პერუფენს. ეს გახლავთ მარტივად გასაგები რომ იყოს მთავარი ნივთიერება იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება როგორც ბავშვთა, ასევე მოზრდილთა ასაკში, ტკივილის დროს, ტემპერატურის დროს, ხელების დროს. სხვადასხვა ფორმა გაქვს. სხვადასხვა ფორმა გვაქვს 200 მგ-იანი, 400 მგ-იანი კაფსულები და რაც შეეხება პედიატრიულ ასაკს, ეს გახლავთ სუსპენზია, პერუფენის სუსპენზია, რომელიც გვაქვს 2 არომატით, მარწყვის და ფორთოხლის არომატით. რაც შეეხება 200 მგ-იან პერუფენს, მიმდინარეობს აქცია PSP-ს აფთიაქო ქსელში, ერთი კოლოფი შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი გახლავთ საჩუქარი აქცია აქვს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, აქ წარმოდგენილ პროდუქტებზე, ქსილომარინზე, რომელიც ცხვირის სუნთქვას აადვილებს, გახლავთ 50%-ამდე ფასდაკლება, ბენზილური, რომელიც ასევე ყელის ტკივილის დროს გამოიყენება, გვაქვს 50%-ამდე ფასდაკლება, ნიამარინი, რომელიც ცხვირის ღრუს სანაციისთვის გამოიყენება, გახლავთ 1+1 აქცია და პერუფენი 200 მგ-იანი, რომელიც გახლავთ სიცხის დამწევით, ტკივილ გამოყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების, გახლავთ 1+1 აქცია PSP-ს აფთიაქო ქსელში 31 მარტის ჩათვლით. ჟანა, ნანა, ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა.